მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო სტუმარს ნინიკო რობაქიძე მედიის მკვლევარი და არა მხოლოდ საკმაოდ ბევრი და დიდი გამოცდილებით, ბევრი წლის გამოცდილებით. ნინო, დიდი მადლობა შენი დროისთვის, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და თემაზე, რომელზეც მოგიწვიე სასაუბროთ, შენთვის ძალიან ნაცნობია, ცხადია ეს უკავშირდება არა მხოლოდ მედიას, არამედ ზოგადად რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს, რუსეთის იმ ოპერაციებს, რომელიც კავშირში არის მედიასთან და რომლითაც ცდილობს ის თავის პროპაგანდის წარმოებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. ესეთი თემა არის ამ ზაფხულის დღეებში შერჩეული და მოდი დავიწყოთ საუბარი დღეს რა ნიშნები გვაქვს, რითი არის გამორჩეული მაგალითად წინა წლებისგან და რა მოლოდინები უნდა გქონდეს მომავალში. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. თემა მგონი არა მარტო ზაფხულში ზოგადად უკვდავია ჩვენი ქვეყნისთვის 10 წლეულების თუ მეტის არა განმავლობაში. თუმცა არის ხოლმე გამწვავების პერიოდები და სწორედ მას შემდეგ რაც 22 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა ვნახეთ უკრაინაში, ეს არის ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამწვავების პერიოდი, როდესაც რუსეთმა მთელი თავისი ძალით აამოქმედა ის საინფორმაციო მანქანა, რომელიც მე ვთვლი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზოგადად თუ უფრო მნიშვნელოვანს არა რუსეთის სამხედრო მიზნების და ზოგადად იმპერიალისტური მიზნების განხორციელებაში. თუ შევხედავთ ეხლა კონკრეტულ მომენტს, რომელიც ეხლა დგას ამ თვალსაზრისით, არ ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ცუდი მომენტია. ომის ამ მასშტაბით დაწყებიდან 5 წლის შემდეგ რუსეთი არ არის მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობაში, ომის სამხედრო განზომილებაში, თუმცა ეს ყოველთვის არ აისახება პირდაპირ საინფორმაციო ქმედებებზე. პირიქით, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთს უჭირს, რუსეთს არ აქვს საუკეთესო მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, ან საერთაშორისო არენაზე, ამ დროს რუსეთის საინფორმაციო მანქანა უფრო გააფთრებით მუშაობს როგორც წესი და ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს ისეთი საინფორმაციო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. ეს მიზანი, რომელიც რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს აქვთ, როგორც თქვით, 10 წლეულებია, თუ მეტი არა და საუკუნე თუ არა, ეს მიზანი, ჩემი აზრით, ძალიან ხშირად გვეშლება არსებობს ერთგვარი გაურკვევლობა ამ მიზანთან დაკავშირებით. რუსული საინფორმაციო ოპერაციების მიზანი არის არა ვიღაცა რაღაცაში დაარწმუნოს მაინც და მაინც, არამედ შექმნას ისეთი საინფორმაციო ველი, რომელშიც ძალიან რთულია გაარჩიო მტყუანი და მართალი, გაარჩიო სიმართლე მოგონებული ფაქტებისგან, გაარჩიო AI-ის მიერ გენერირებული მასალა რეალური ფოტოებისგან, გაარჩიო მსხვერპლი დამნაშავისგან და ასე შემდეგ. აი ეს ქაოსი, საინფორმაციო ქაოსი, რომელშიც ყველა იტყუება ბრჭყალებში, ცხადია, ეს არის მიზანი, რომ მიღწეული იქნას ეს საინფორმაციო ქაოსი და შემდეგ სწორედ ამ ქაოსში, ამ ღრია წყალში მაქსიმალურად მეტ სარგებელს გამორჩეს რუსეთი ამ შემთხვევაში თავისი მიზნებისთვის. მგონი ვარ ზუსტად ამ ეტაპზე, როდესაც ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ სანდო წყაროებიდან ინფორმაციას ვიღებთ, რომ ძალიან რთული პერიოდი აქვს რუსეთს უკრაინაში ფრონტის ხაზზე და არა მარტო უშუალო შეხების ხაზზე, სამხედრო შეხების ხაზზე, არამედ სხვა მიმართულებითაც იქნება ეს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობა ქვეყნის შიგნით თუ ასე შემდეგ. თუმცა რუსეთი გააფთრებით ცდილობს, რომ წარმოადგინოს ეს ყველაფერი ისე, თითქოს უკრაინაში აღწევს წარმატებას და ეს წარმატება საბოლოოდ გარდაუვალია, მისი წარმატება, სამხედრო წარმატება გარდაუვალია და ეს ჩვენსაც რა თქმა უნდა ახდენს გავლენას. ამ მომენტისთვის მე ვიტყოდი, რომ საქართველოს კონკრეტულ სამიზნედ
არ ვხედავ, უფრო ვხედავ გლობალურ სურათში ერთ-ერთ ფრაგმენტად. გლობალურ სურათში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უკვე პროპაგანდისტების სახეებისგან ვისმენთ თუ როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს თუნდაც პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რაღაც მითიურ სამხედრო ალიანსში გაერთიანება, თუ ეს რუსეთს დასჭირდება, მხარდაჭერის მოპოვება და ასე შემდეგ. აი უფრო ერთი სეგმენტი ვართ, თუმცა ცხადია თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა ნაბიჯებს დგამს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ბოლო პერიოდის მანძილზე, ცხადია ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, იმიტომ რომ მოწყვლადი ვართ, ბევრად უფრო მოწყვლადი ვართ, ვიდრე სხვა იგივე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, სადაც ფიზიკური ოკუპაცია ტერიტორიების რუსეთს ამ მომენტისათვის არ აქვს ჩვენგან განსხვავებით. ამიტომ არის რომ განსაკუთრებით გვეხება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ამ საინფორმაციო ოპერაციების ნარატივებს ჩვენ ვისმენთ არა მხოლოდ მტრული სახელმწიფოსგან, არამედ ვისმენთ უკვე ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, ესე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები, კვაზი პოლიტიკური პარტიები, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად მათ პოლიტიკურ პარტიასთან საერთო არაფერი არ აქვს, თუ ვთქვათ, ოფიციალური პირები, რომლებიც პირდაპირ ერთ-ერთში ძალიან ხშირად იმეორებენ ამ საინფორმაციო ოპერაციების ძირითად ნარატივებს. აი, მან მინდა გკითხო, როგორ მუშაობს, რა მექანიზმით მუშაობს, მაგალითად, აი, საქართველოში, რომ ერთი მხრივ თვალსაჩინოდ არც მალავს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საკუთარ პოლიტიკას და მეორეს მხრივ მაინც რაღაცნაირი ძაფებით თუ ხილავი ძაფებით თუ რაღაცა მექანიზმებით აბავს ამ მოსახლეობას, რომ იყვნენ ისევ პრორუსულად განწყობილი. ხო, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ერთ ქვაბში არ მოვხარშოთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას და ამ სისტემას აქვს გარკვეული ტიპის წარმატებები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ წარმატებაზე საუბარი მართლა არ არის. მეტიც ბევრი საზოგადოება, რომლისკენაც მიმართული იყო ტარგეტირებულად და დამიზნებულად რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, მოდი პროპაგანდაო კიდე უფრო ისეთი მსუბუქი სიტყვა, ეს არის საინფორმაციო ომი ჩვეულებრივი, ხო? რომლისკენაც მიმართული იყო ბევრი ქვეყანა და ბევრი საზოგადოება უფრო მდგრადი აღმოჩნდა ამ ტიპის საფრთხის მიმართ, ვიდრე ეს ჩვენ თუნდაც მედიის მკვლევარებს წარმოგვედგინა, ვიდრე ამას სხვადასხვა კვლევები აჩვენებდნენ და ვიდრე თვითონ ამ ომის წარმმართველ ძალასაც წარმოედგინა. თუნდაც რომ ავიღოთ მაგალითად უკრაინის საზოგადოება, მოლოდინი არსებობდა საინფორმაციო ომის შემოქმედებს შორის და არა მხოლოდ რომ თებერვალში რუსულ არმიას წითელი დროშებით შეხვდებოდა ეს საზოგადოება, ხო? იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი დრო იყო დახარჯული სწორედ ამ საინფორმაციო ომის წარმოებაზე, ძალიან დიდი რესურსი და არა მარტო საინფორმაციო ომის, არამედ აფილირებული პოლიტიკური მოძრაობების და ასე შემდეგ გაღვივებაზე, ესე ვთქვათ, პრორუსული განწყობების კულტივირებაზე, ხო? მაგრამ ეს ესე არ აღმოჩნდა. ძალიან დიდი სიურპრიზი ჩემი აზრით შეხვდა ამ ხედვას საქართველოშიც. და ეს სიურპრიზი შეიძლება იყო მათთვის, მაგრამ ვინც კარგად იცნობს ამ საზოგადოებას, თუ რამდენი რამ ისწავლა მწარე გაკვეთილებზე, მაგრამ მაინც რუსეთის საინფორმაციო манипуляციებთან დაკავშირებით, რაღაცა გამოიმუშავა? ხო, რაღაც მექანიზმი თავდაცვის, მე მგონია, რომ მაინც ჩვენმა სამოქალაქო საზოგადოებაში გულისხმობ ყველა მოქალაქეს, რომელიც რაღაცა ფორმით ინფორმაციას მოიხმარს და ჩართულია საინფორმაციო ეკოსისტემის მუშაობაში, მაინც გამოიმუშავა. და ამას აჩვენებს ის, რომ 2000 როგორც მინიმუმ ჩვენ ვიცით, რომ 2015 წლიდან სრული კარტ-ბლანში აქვს რუსულ პროპაგანდას საქართველოში მუშაობის. არც ერთ ეტაპზე არსად არ შეფერხებულა ეს მანქანა საქართველოში მუშაობის თვალსაზრისით.
როგორც ყველა ავტოკრატიულ რეჟიმებში, აქაც გამოიყენებოდა იგივე კლასიკური ტაქტიკები, ხო? წარმოდგენილი იყო ინტერესი და შემდეგ იყო ამ ინტერესის გამტარები, სხვადასხვა ტიპის აქტორები, რომლებიც ამ ინფორმაციულ ნარატივებს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა დონეზე ავრცელებდნენ და ამაში ძალიან ხშირად ჩართული იყვნენ ადგილობრივი, ესე ვთქვათ, გამრეცხავი რგოლები, რომლებიც ამ ნარატივს მეტნაკლები ინტენსიურობით აზავებდნენ ნახევარსიმართლეში და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ 2015 წლიდან როგორც მინიმუმ სრული მწვანე შუქი აქვს რუსული პროპაგანდის ქსელს საქართველოში მუშაობის. აქვთ შეუზღუდავი ფაქტობრივად მინიმუმ 2022 წლის თებერვლამდე ჰქონდათ სრულიად შეუზღუდავი დაფინანსება და ძალიან დიდი რესურსი ფინანსური მათ შორის და მაინც მიუხედავად ამისა ის შედეგები, რა შედეგებიც ჩემი აზრით იყო მიზნად დასახული რომ მიღწეულიყო, მაინც ამ შედეგების მიღება ვერ მოხერხდა და რას გულისხმობ ამაში? გულისხმობ იმას, რომ მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ახლა ბევრი ესეთი სიმპტომი არსებობს, რატო ვამბობ, რომ ეს რაღაც თავდაცვის მექანიზმი გამოვიმუშავეთ, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი შეიძლება იყოს სწორედ ეს რუსული კანონის მიმართ ესეთი დიდი საჯარო პროტესტი, რომელშიც თითქმის მთელი ქვეყანა გაერთიანდა 2 წლის მანძილზე, ხო? ჯერ იყო პირველი ტალღა 2023 წელს და მერე იყო მეორე ტალღა 2024 წელს და ეს გაგრძელდა თვეები და პროტესტი იყო უპრეცედენტოდ დიდი, აერთიანებდა საზოგადოების განსხვავებულ ჯგუფებს, ფენებს, რეგიონებს, ცენტრს და ასე შემდეგ. აფხაზეთში ვერ მიაღებინეს სხვათა შორის მსგავსი. ეგეც ძალიან საინტერესო ფაქტია, მაშინ, როდესაც ყირგიზეთში მაგალითად ეს კანონი ისე გავიდა, რომ 200 კაციანი რამდენიმე აქცია იყო, მხოლოდ და ჩემი ყირგიზი მეგობრები, როდესაც საქართველოში ნახეს ამას, რომ ხელა პროტესტი მოყვა, წერდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საქართველოს მთავრობა ამას მაინც გაიტანს და შეიძლება თქვენ ამ შედეგს ახლა დღეს ვერ აღწევთ 2024 წელს მეორე ტალღაზეა საუბარი და მაინც იღებენ ამ კანონს. თქვენ არ იცით, რამდენად უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრობთ, როცა იცით, რომ 300,000 კაცი არის მზად 3 მილიონიან ქვეყანაში ქუჩაში დადგეს იმისთვის, რომ ეს კანონი არ გახდეს. მიხვდით რას ვამბობ, ანუ ბევრი სხვადასხვა სიმპტომი, სხვადასხვა დროს გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ეს მდგრადობა ამ ტიპის, ამ მასშტაბის და ასეთი დიდი რესურსების მქონე საინფორმაციო ომის პირობებშიც კი. ეხლა აფხაზეთი ვახსენეთ, მოდი აფხაზეთზე კითხავ, იმიტომ რომ პარადოქსია, ხო? ანუ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც პრაქტიკულად რუსული ნება ამთლიანად, აგერ რამდენიმე დღის საერთოდ შეცვალა ხელისუფლება და ამასობაში ეს კანონი არ მიიღეს. ხო, ესეც მგონია, რომ არ ვიცი, მე მართალი რო თქვა, ვერ დავიბრალებ მართლა, არ ვიცნობ ისე კარგად აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიას ზოგადად და რა იყო ის ძირითადი მოტივაცია, რამაც რეალურად მართლა პროტესტი გამოიწვია. ამას კარგად ვერ ვხვდები, მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვიმსჯელო, რაც საჯაროდ იყო და როგორც შუქდებოდა ეს ამბები. მე მაინც მგონია, რომ აფხაზეთში მაინც არის აი ეს რაღაცნაირი როგორ თქვა ეროვნული იდეა იმაზე, რომ დამოუკიდებელი იყოს ეს ქვეყანა. ჯერ კიდევ მგონია, რომ ცოცხალია მიუხედავად ოკუპაციისა. და თუ ოდესმე მე ესე წარმომიდგენია, რომ თუ ოდესმე ოკუპაციისგან თავისუფალი იქნება აფხაზეთი, აი სწორედ ამ იდეასთან საუბარი წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საფუძვლად, რომ ეს ეთნიკური, ანუ ეროვნული იდეა, რომ იყოს არსებობდეს აფხაზი ერი, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული სუბიექტი,
მე წარმომიდგენია მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნის ფარგლებში შესაძლებლად, მაშინ, როდესაც იქ ის ქართველებიც, რომლებიც ისევე არიან იმ მიწის შვილები, იქნებიან წარმოდგენილი და დემოკრატიული არჩევნებით გადაწყდება როგორი სტატუსით, როგორი ფორმით და როგორ უნდა განვითარდეს, თქვათ, ეს თანაცხოვრების იდეა. და მე მგონია, რომ ეს მაინც არსებობს ეს იდეა, რომ არანაირი ოკუპაციის პირობებში არ შეიძლება ეროვნული თვითგამოხატვა იყოს სრულყოფილი. და ამას ვაწერ ამ ფაქტს, თუმცა ძალიან საინტერესოა მართლა როგორ ხედავს თვითონ აფხაზეთში მცხოვრები სამოქალაქო საზოგადოება. ნახოთ იქ საერთოდ როგორ შეიძლება ახლა ამ დანიშნების შემდეგ უკვე სიტუაცია, რომ მთლიანად კრემლი იღებს ყველაფერს სრულად, ანუ 1000%, 100%, 1000%. მაგრამ ყირგიზეთი ახსენე შემდეგ, ახლა ყირგიზეთი ახსენე, მინდა რომ გთხოვო თუ ხარ საქმის კურსში, რა თქმა უნდა, ყირგიზეთის გამოცდილებაც რომ დაგვანახო, იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ ხდება ყირგიზეთში და მერე ხდება საქართველოში. ანუ ბოლო პერიოდში. ადრე პირიქით იყო ჯერ საქართველოში ხდებოდა და მერე ყირგიზეთში, მაგრამ აი რას უნდა ველოდოთ მაგალითად კიდე შემდეგ? რა შეიძლება იყოს შემდეგი? რახან ყავს თან რაღაცა კონტაქტები, რა შეიძლება რომ მაგასთან დაკავშირებით ვიქცე? იცი მე არ ავიღებდი მარტო ყირგიზეთს ერთ მაგალითად ახლა რომლისგანაც ვსწავლობთ, ანუ ზოგადად ჩვენი მდგომარეობა ეხლა უკვე 20-26 წლის ზაფხულში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების რეჟიმი პირდაპირ მიყვება რუსულ playbook-ს, რასაც ეძახიან რუსულ სახელმძღვანელოს ავტოკრატიული რეჟიმის შენების. პირდაპირ, ოღონდ მიყვება ამას დაჩქარებულად. იმის გაკეთებას, რაც რისთვისაც რუსეთს დასჭირდა 10 წელზე მეტი, რეჟიმი ცდილობს აქ 3-4 წელიწადში რომ მიაღწიოს. რაც თავისთავად ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. არათანმიმდევრულია ეს ქმედება თან, არათანმიმდევრულია რას გულისხმობ? არასაკმარისად დროში თანმიმდევრულია და ეს რისკებს მათთვის ზრდის. თუმცა თანმიმდევრულია იმ თვალსაზრისით, რომ მე არ ვხედავ, რომ რაიმე თქვათ мотиваცია შეიცვალა, ან რაღაც ახალი იდეები აქვს, ან ასე შემდეგ. არა, ძალიან თანმიმდევრულად რეჟიმი მიყვება ამ სახელმძღვანელოს და ეს არ დაწყებულა არც 22 წლის თებერვალში, არც 23 წლის რუსული კანონის შემოტანით, ეს დაიწყო 2013 წლის 17 მაისით, ჩემთვის პირადად მე ესე ვხედავ, რომ 2013 წლის 17 მაისს შვიდობიანი, არაძალადობრივი 50 კაციანი სიმბოლური აქციის, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის ეს ბრუტალური დარბევა, რომელსაც მწვანე შუქი აუნთო მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ის რაც მოხდა არ მომხდარიყო და საზოგადოებრივი წესრიგი დაცული ყოფილიყო, იყო ჩემთვის პირველი ამ სახელმძღვანელოში გაწერილი ნაბიჯი და ეს იყო სწორედ უმცირესობების ჯგუფების, ყველაზე მარგინალური უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ შეტევა, რაც გამოიწვევდა საზოგადოებაში ახალი ფრაგმენტაციის კერების გაჩენას. და ესეც როგორც ის, რომ ძირითადი ქაოსი იყოს საინფორმაციო სისტემაში, ესეც არის მეორე მიზანი ავტოკრატიული რეჟიმების და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენაირ საზოგადოებებს ჰქონდეთ, ეს არის, რომ ფრაგმენტაციის დაშენება არსებულ მტკივნეულ საზოგადოებაში არსებულ მტკივნეულ საკითხებზე. არა ამის გამოგონება, არა რაღაცა ციდან ჩამოგდება რაღაცის, არამედ უკვე თუ არსებობს რაღაცა პატარა მტკივნეული საკითხები, რომელზეც შეიძლება საზოგადოება ჯერ სრულად შეთანხმებული არ არის, ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამაზე შეთანხმდეს, ჩამოყალიბდეს, რაღაცა კულტურა ჩამოყალიბდეს, აი ასეთ მტკივნეულ ადგილებს პოულობს რეჟიმი და ამაზე აშენებს ფრაგმენტაციის დიდ კერებს, ანუ დაპირისპირების გახლეჩის დიდ კერებს.
და ეს ერთი გზა, ესე ვთქვათ, გაგრძელდა მთელი ამ წლების მანძილზე და მე ამას დაემატა სხვა განშტოებები მსგავსი ტიპის. შესაბამისად, მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ვინმეს ჩამოვრჩებით, ესე ვთქვათ, უბრალოდ ჩვენთან აი ეს დაჩქარებული წესით მოხდა უკვე 22 წლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დრო ძალიან სწრაფად წავიდა და აი აქ უკვე ხდება რაღაცა ყველაფრის ერთდროულად ამუშავება, რომ იქნებ მოვასწროთ და იქნებ დავიჭიროთ ეს სიტუაცია და მაქსიმალურად მოვჭიმოთ ზამბარა იმისთვის, რომ ხელიდან არ გაგვექცეს სიტუაცია. თუმცა უნგრეთი, ყირგიზეთი, სხვა მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. სლოვაკეთი, სერბეთი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს ტექნიკები არის გამოყენებული სხვაგანაც, მეტნაკლები წარმატებით და სადაც იმუშავა, იქიდან უკვე ვისწავლეთ მე რამ არ იმუშავა და საქართველოში მე ვიტყოდი, რომ გასაოცარი სისწრაფით, თუმცა როგორც გითხარი, აი ეს მოკლედ რომ მაინც არათანმიმდევრულ ნაბიჯებად რას უნდა მივაქციოთ კიდე ყურადღება გარდა რაღაცა მცირე ჯგუფების და აი საზოგადოების ფრაგმენტაციის კიდე რა წერტილები შეიძლება გამოვყოთ? ანუ ეს ხო ძველი პრინციპია, ხო? დაყავი და იბატონე, ან ნებისმიერ, ხო? სწორედ, რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკური პრინციპი, დაყავი და იბატონე, ფრაგმენტაციაში იგულისხმება სწორედ ეს, რომ რაც შეიძლება მეტი განხეთქილების კერა არსებობდეს. მე თუ მკითხავ, ამის ნაწილი არის სწორედ ახლა ეს გაუგებარი მულტივექტორული პოლიტიკას, რასაც ეძახიან ესე შეფუთულად, მაგრამ რეალურად სწორედ აი ამ საზოგადოების ფრაგმენტირებას ემსახურება ის, რომ არა ეს კი არ გვინდა მეგობრად, ეს გვინდა, ეს კი არ გვინდა, ეს გვინდა და ამაზეც ახალი და ძველი, ესე ვთქვათ, ჭრილობების გაღვიძება და აქაც იმის ლაპარაკი, რომ აი რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ აი თურქეთი, ანუ ხო ხდები ეს ნარატივები, აი ის კი ცუდია, მაგრამ აბა ეს რითია უკეთესი, აი ირანი კი ცუდია, მაგრამ აბა ისრაელი ჯობია. ანუ ხვდები რას ვამბობ, ანუ ეს გაუგებრობის შექმნა სწორედ აი ეს მღვრიე წყალი, რომ არავინ არაფერი არ იცის, ვინ არის მეგობარი, ვინ არის მტერი, მტერს მტერი არ ქვია, მეგობარს მეგობარი არ ქვია, ის ცუდია, მაგრამ ესე ცუდია. ანუ ეს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. ეს არის სწორედ აი ის გაუგებარი, ქაოსური, საინფორმაციო და არა მარტო საინფორმაციო ველი, რომელშიც ადამიანებს უჭირთ გაარკვიონ, სად უნდა იდგნენ, რა არის მათი მორალური, ეროვნული და საზოგადოებრივი მდგომარეობა, რა უნდა იყოს და ესეთ დროს ადამიანი იმიტომ რომ საზოგადოება უკვე დაზიანებულია და ფრაგმენტირებულია, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფებზე უკვე სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ, რომ ის აგენტია, ის მოსყიდულია, ის ვიღაცის ის არის, რა ქვია, ინტერესებს ემსახურება, ვერავის ვერ ენდობა, ეს ფრაგმენტაცია იწვევს ნდობის ეროზიას და შემდეგ უკვე ადამიანი, რომელიც ვერ ენდობა, ირჩევს, რომ მოდი მე გადავრჩე. აი ამ მდგომარეობას და ხდება ესე ვთქვათ, ჩაკეტილი თავის მიკროსოციუმში, კონცენტრირებული თავის მიკრო მიზნებზე, თვით გადარჩენაზე და რაღაცნაირად ფრუსტრირებული, იმედ დაკარგული, რომ არ შეიძლება ნდობა ადამიანების, ორგანიზაციების, პროცესების და მოდი მე გადავრჩე და მე ჩემ კვადრატში გავაკეთო ის, რაც შემიძლია. ეს არის საბოლოო მიზანი, ანუ გარიყული, არააქტიური მოქალაქე. ეს არის იდეალური მიზანი, რომლის მიღწევაც უნდა ავტოკრატიულ რეჟიმს, ხო? ანუ აი არ მეხები, არ გეხები, ანუ იქნები შენთვის წყნარად. მაგრამ სინამდვილეში ეს ესეც ცხადია, ვიცით რომ არ მუშაობს, არ არსებობს საზოგადოების ნაწილი, ფენა და ჯგუფი, რომელსაც არ შეეხება რეჟიმი ადრე თუ გვიან და სანამ
ის აქტიური ნაწილი, რომელსაც ნდობა არ დაუკარგავს თანამოქალაქეების მიმართ არ დაუკარგავს, მედიის მიმართ არ დაუკარგავს, სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ არ დაუკარგავს, საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორების მიმართ და ჯერ კიდევ ინარჩუნებს ამ ურთიერთობებს, რომელიც რეჟიმისგან დამოუკიდებლად აქვს ამ ჯგუფს ადამიანების, იგივე დასავლურ ქვეყნებთან, იქნება ეს ევროკავშირის წარმომადგენლობებთან თუ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ნაწილთან, ჯერჯერობით მაინც არის ის ფარი, რომელიც აჩერებს რეჟიმის რეპრესიებს აი ამ საზოგადოების აქტიურ ჯგუფზე. როგორც კი ეს ფარი აღარ იარსებებს, როგორც კი აღარ იარსებებს დამოუკიდებელი მედია, როგორც კი აღარ იარსებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც არსებობს, ისეც რო აღარ იარსებებს, რა თქმა უნდა, რეჟიმი აუცილებლად მივა იმ არააქტიურ, გაჩუმებულ შეშინებულ მოქალაქეებამდეც ყველას მიუკაკუნებს. აუცილებლად. სანამ მედიაზე გადავალთ, ერთი უნდა კითხო კიდევ. შენ თქვი 2013-დან, 15-დან აი ეს მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, დაწოლა, წნევა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერზე, მაგრამ შენი აზრით, აი 2019-2020-ში უზარმაზარი კიბერშეტევა, როდესაც მოხდა, მათ შორის მედიაზეც, რაღაცა სამთავრობო თუ არასამთავრობო ვებებზე და ასე შემდეგ, რატო გახდა ეს ესეთი კიბერმძლავრი შეტევის განხორციელება საჭირო, თუ კი თავიანთ მიზნებს ისედაც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, აღწევდნენ? ეს კიბერშეტევებს რაც შეეხება, ანუ მე მგონი, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ცალკე არ არის, ხო? კი, არა, აბსოლუტურად. მე მგონი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ეს კიბერშეტევების ბუნება თავისთავად. არის კიბერშეტევები, რომლებიც კონკრეტული მიზნით ხდება, აქვს ძალიან აი კონკრეტული დროში გაწერილი მოკლევადიანი მიზანი და არის კიბერშეტევები, რომლებიც უბრალოდ არის ტესტი ქვეყნის კიბერმდგრადობის. რა იყო კონკრეტულად აი მაგ პერიოდის დიდი კიბერშეტევის მიზანი, ჩემთვის ნამდვილად უცნობია, თუმცა მე წარმომიდგენია, რომ ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი საფეხური, თუნდაც იგივე შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეგ არის პერიოდი კოვიდის პერიოდია და ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების და ინფორმაციის არის გადასული ონლაინ და შესაბამისად ძალიან კარგი დროა, რომ ონლაინ რისი მოხვეჭაც შეგიძლია, ესე ვთქვათ, ერთი დარტყმით მიიღო ეს ინფორმაცია. ამიტომ ბევრი ფაქტორი შეიძლება მან ყოფილიყო, მე ამას პირდაპირ არ ვუკავშირებ თუ მაინც ისედაც საქართველოში ყველაფერი შეეძლოთ, ესე არ ვიტყოდი, ეს კიბეროპერაციები სრულიად, ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი ჯგუფი მუშაობს ამაზე, ძალიან სპეციფიური ჯგუფი, მათ აქვს სპეციფიური გაზომვადი მიზნები და ამ გაზომვად მიზნებში ეს შეიძლება და ყოფილიყო ერთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, პუნქტი, რომ დიდი რაოდენობის ინფორმაცია წაღებულიყო აქედან. რაც არ ვიცი, რამდენად წარმატებით დასრულდა, შესრულდა, მაგრამ ფაქტი ესე ფაქტად რჩება. კიბერშეტევებს რაც შეეხება, აქაც მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ვთქვათ, მე მგონი, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების თემაზე ბოლოს რა გაიგე, მაგალითად ქართული ოცნების წარმომადგენლების. ზოგადად მათი მხრიდან ბევრი რაღაცა არ მსმენია ბოლო წლების განმავლობაში, გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, რასაც ეძახიან პოლიტიკას. აი, ეგ უკვე ჩემი აზრით თავისთავად არის უდიდესი პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვართ სრულად ციფრულ სამყაროს ვუახლოვდებით, ანუ მასშტაბები გაციფრულების იქნება კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა და ინფორმაცია, რომელიც გადაინაცვლებს კიბერ სივრცეში და ციფრულ ფორმატში, იქნება განუზომლად დიდი, ვიდრე ეს აქამდე იყო. ხელოვნური ინტელექტის მასობრივი გამოყენების გათვალისწინებით, ჩვენ ქვეყანას არ აქვს თანამედროვე კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, ხედვა და არანაირი მუშაობა და შრომა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. ეს უკვე
არის ის, რასაც ვამბობდით, რომ სრული კარტ ბლანში აქვს და კონკრეტულ არაკეთილსინდისიერ და ჩვენთვის არაკეთილმოსურნე აქტორებს, რომ აქ გააკეთონ ის, რაც უნდათ. სტრატეგიული დოკუმენტები არ განახლებულა ძალიან ბევრი წელია. სტრატეგიულ დოკუმენტებზე მარტო არ არის. უსაფრთხოების, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების თემაზე, რომლის ნაწილიც და განუყოფელი უნდა იყოს 21 საუკუნეში ცხადია კიბერუსაფრთხოება, ხო? კეთილი. მოდი გადავიდეთ მედიის ნაწილზე და მინდა გკითხო, აი ეს ტრანსფორმაცია, რასაც ჩვენ ხედავთ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს გარდაქმნა, რომელიც ეს სრულად პროპაგანდას, ხო, ერთი მხარე პროპაგანდა, მეორე მედიას რა მოუვიდა ქართულ მედიას და სადამდე წავა ეს ყველაფერი? ქართულ მედიას მოკვდა? არა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ და მე მგონია მას ხედავს საზოგადოება, რომ ქართული მედია არსებობს კი არა, მუშაობს ისე, რომ ძალიან ბევრი ვერ წარმოიდგენდა თუ აი ამ კანონების, ამ დრაკონული სრულიად არაადეკვატური კანონების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ აღარ არსებობს ქვეყანაში ამერიკის USAID-ის და ამერიკის დაფინანსება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება რეალურად დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ ფინანსურად მათი არსებად და ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში მოხდა ეს და უდიდესი რყევები გამოიწვია, გაქრა უამრავი მედია, მთელ მსოფლიოში უამრავი მედია უბრალოდ გაქრა, იმიტომ რომ აღარ არსებობს US government funding, ანუ ამერიკის მთავრობის დაფინანსება, რომელიც ცდილობდა რომ გადაერჩინა, ვთქვათ, სხვადასხვა ადგილებზე დამოუკიდებელი სიტყვის კუნძულები. საქართველოში ესე არ მოხდა. რეალურად ჩვენ ვნახეთ, ჩემთვისაც კი ძალიან მოულოდნელი იყო. მე ვიცოდი, რომ ქართულ მედიაში ძალიან მშრომელი, თავდადებული იდეის ერთგული და პროფესიის ერთგული ადამიანები მუშაობდნენ. მე მათ ვიცნობ, მეც ვიყავი ჟურნალისტი, მათთან ერთად მიმუშავია, ბევრი მათგანი ჩემი კოლეგა იყო და მე მინახავს ისინი საქმეში. მე მინახავს ისინი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშაც, როგორც ცდილობდნენ, რომ თავისი საქმე სწორად ეკეთებინათ. ამიტომ ეს, რომ პიროვნულად ჩვენ არ გვყავს კარგი ჟურნალისტები, ეს მე არასდროს არ მქონია ეს განცდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი ხალხია ამ პროფესიაში. თუმცა მე მგონია, რომ ვნახეთ რაღაც განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ მეც კი არ მეგონა თუ ორგანიზაციები შეძლებდნენ ასეთი ორმხრივი და ესეთი იდეალური შტორმის გაძლებას. გულისხმობ ერთი მხრივ შიგნიდან თვითონ რეჟიმის ზეწოლა და წნეხი და მეორე მხრივ გარედან ესეთი შეცვლილი ეკოსისტემა, რომელშიც ძალიან ცოტაა რესურსი, ძალიან ძნელია ამ რესურსის ქვეყნის შიგნით შემოტანა ამ კანონების გამო და მიუხედავად იმისა, რომ ძნელია შემოტანა, რომც კონდეს შემოტანის საშუალება, უბრალოდ ძალიან ცოტა არის ესეთი რესურსი და ძალიან ძნელია ამ რესურსის მოპოვება. და აი ამ პირობებში მე ვთვლი, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია აჩვენა განსაკუთრებული მიდგომა საქმის მიმართ და განსაკუთრებული სიმამაცე გულისხმობ იმას, რომ დაიწყეს ახალი რაღაცების კეთება ამ დროს. მაგალითად, crowdfunding-ს, რასაც ვეძახით, ანუ გამომწერებისგან, აუდიტორიისგან იმ დახმარების მიღება, რომელიც რეალურად მედიას სჭირდება, რაც მთელ მსოფლიოში ბევრგანაა ეს აპრობირებულია გამოწერები, მაგრამ ეს საქართველოში ესე არ იყო, ხო? ქონდათ განცდა, რომ ეს ინფორმაცია მე უნდა მივიღო უფასოდ. ანუ ხარისხიანი ინფორმაცია ჩემთან მოდის უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხდიდით გამოწერისთვის, მაგალითად, HBO-ზე, Apple TV-ზე, ვიხდიდით Netflix-ის ფულს, ვიხდიდით New Yorker-ის გამოწერის ფულს, ვიხდიდით, რა ვიცი, ეკონომისტის გამოცაწერად ფულს, მაგრამ ქართული მედიებისთვის ჩვენ ამ ფულს არ ვიხდიდით, ხო? თითქოს ესე იყო, რომ ეს უნდა მიგვეღო უფასოდ, მაგრამ ძალიან დიდი აი მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც მოქალაქო საზოგადოებაშიც არსებობს, ხო ვიცით, რომ ეკონომიკური კრიზისიც ემთხვევა ხო ამ ყველაფერს, ანუ ძალიან დიდი ცვლილებები არის მომხდარი ყველა მიმართულებით. აი მიუხედავად ამისა, ძალიან სერიოზული ცვლილების მე მგონი დაწყება უკვე და დაძვრა ქართულმა დამოუკიდებელმა მედიამ შეძლო და ის ფაქტი, რომ ისინი მუშაობენ და
შეიძლება ხშირად მოხალისეობრივადაც, იმიტომ რომ ვიცი ამ ის უკან რა შრომა დგას და რა ხელფასები გეცოდინება ალბათ შენც, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას სჭირდება დაფასება თითოეული მოქალაქის მხრიდან. მე ძალიან მომწონს კამპანია სინათლე არ უნდა ჩაქრეს, სინათლე მედიას და ეს ზოგადად ეს სოლიდარობის ეს ქსელი, რომელიც დამოუკიდებელმა მედიებმა შექმნეს ცენტრში და რეგიონებში, ძალიან საინტერესო იდეაა, ჩემი აზრით უფრო ადვილია ერთობლივად რაღაცა საკითხების მოგვარება, ვიდრე ცალ-ცალკე და ის რომ რესურსები განაწილდეს, მათ შორის ყველაზე სუსტებისთვისაც და არ დაიკარგოს ეს პატარა სინათლის კუნძულები რეგიონებში განსაკუთრებით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოკალური, შენთვის ნაცნობი ადამიანი გიყვებოდეს ამბავს. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ძალიან შთამაგონებელი. რა იქნება, რას გვეუბნება დაუშვათ რაღაცა ის პრაქტიკა, ან ის გამოცდილება, რომელიც ირგვლივ არის? ხო, მან ძალიან განსხვავებული არის გამოცდილებები. და ყველაფერი, აი სწორედ ამას ვამბობ, არის მაინც დადის იქამდე არსებობს თუ არა ის რაღაც ერთი პატარა ჯგუფი, რომელიც არის მიზანდასახული, რომ ეს კონკრეტული იდეალისტები. ხო, კონკრეტული იდეა აცოცხლონ. მე მგონია, რომ საქართველოში ესეთი ხალხი არსებობს, ძალიან მიხარია, რომ ეს ხალხი აქაც არის და შეიძლება ზოგი ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ ისევ ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი აქ ეს მოძრაობა და აქ ეს კერა თავისუფლების არ ჩაქრეს და არ გაქრეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეგეც აი მაგის გაცნობიერებაც, რომ ჩვენ აქ მარტო ისინი კი არ ვართ, ვინც აქ ვართ, არამედ ჩვენ გვყავს ძალიან დიდი ქსელი, ესე ვთქვათ, მხარდამჭერების მთელ მსოფლიოში. იქნებიან ესენი საქართველოსდან წასული საქართველოს მოქალაქეები თუ საქართველოს მეგობრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ წინააღმდეგობას, ესე ვთქვათ, დაეხმარონ მთლიანად წინააღმდეგობას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროტესტია, დამოუკიდებელი მედია, იმიტომ რომ ეს ხო ერთიან ფარად შეიკრა, ხო? ანუ სამოქალაქო საზოგადოების რაღაცნაირი მე ვიტყოდი ყველაზე მართალი სახე ეხლა ჩანს. ანუ აი ეხლა იქნება სწორედ ისეთი სამოქალაქო საზოგადოება და ისეთი მედია, რომელიც რეალურ კრიზისს გაუძლებს, იქნება საზოგადოების გვერდით მაშინაც, როცა არც დაფინანსება აქვს, არც შემოსავალი თან არის დიდი წნეხის ქვეშ და აი შემდეგ, როდესაც უკვე დადგება საზოგადოების შენების და ახალი დამოუკიდებელი მართლადემოკრატიული სახელმწიფოს შენების ეტაპი, ეს საზოგადოება ითამაშებს ყველაზე მთავარ და გასაღებ როლს, ესე ვთქვათ, ამ პროცესში. ესე ვხედავ და მგონია, რომ აი აქ ჩვენი ამოცანა, თუ ჩვენ თვითორგანიზების ამოცანას შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ ჩვენს წარმატებაში. თუ ვერ შევასრულებთ ამ ამოცანას ისე, როგორც საჭიროა, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი დამარცხება უფრო ადვილი იქნება. თუმცა მე ზოგადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ვიცი, რომ წინ გველოდება იმ სირთულეებისა, საერთოდ არ მაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ მარტივი იქნება რამე, ან უცებ მოხდება რამე. აი საერთოდ არაფერს არ ვაწერ რაღაც თარიღს ან დროს, მაგრამ მე მგონია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გადალახავს ამ ეტაპს და დაასრულებს ამ ეტაპს და დაუბრუნდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას იმ ტემპით, რომელიც ეკადრება ამ ქვეყანას. გეთანხმები და მჯერა მეც ამისი და ამ ოპტიმისტურ ნოტაზე კიდე ერთი რაღაცა მინდა გკითხო და ამით დავასრულოთ. რა დამცავი ანუ უნდა შეიქმნას თუ არა სამოქალაქო საზოგადოების მიერ რაღაცა დამცავი მექანიზმები, რომ მომავალში, რომ ხვალ აღარ განმეორდეს იგივე. და აი მანდ შესაძლოა რაღაცა დილემებიც იყოს. თუმცა უნდა იყოს თუ არა საერთოდ რაღაც დამცავები. მე მგონია, რომ კონსტიტუციები
შედეგია სწორედ აი ამ შიშების და ცუდი გამოცდილებების, ხო? ანუ კონსტიტუციონალიზმი ზოგადად აქედან მოდის. ამ იდეაზეა დაფუძნებული. შევქმნათ ისეთი ზეკანონი, რომელიც არ მისცემს ცუდ მართველებს საშუალებას თავისი ცუდი სახე ბოლომდე გამოავლინონ, რომელიც შეზღუდავს და დააოკებს, ესე ვთქვათ, დაუოკებელ ამბიციებს, ხო? ეს ამ პრინციპზე დგას კონსტიტუციონალიზმი, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაც ამ იდეით არის შექმნილი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გამოცდილებამ გვაჩვენა ის, რომ რაც არ უნდა გეწეროს ფურცელზე, კონსტიტუცია იქნება ეს თუ კანონი, შეიძლება არაფერმა არ იმუშაოს, თუ ეს არ არის ის რეალური კანონი, შინაგანი კანონი, რომლითაც საზოგადოება ფუნქციონირებს. და ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, რომ ეს გამოცდილება გადავთარგმნოთ განათლებაში. ანუ ამ მაგალითზე, ჩვენ მწარე გაკვეთილზე, ჩვენვე ჩვენ საზოგადოებას ვასწავლოთ, როგორ ამოიცნოს ძალიან საწყის ეტაპზე ის სიმპტომები, რომლებიც მიგვიყვანს ბოლოს იქ, სადაც მივედით ახლა. აი ამაში ვხედავ უფრო ჩვენ როლს, ვიდრე რაღაცა ახალი შეზღუდვების ან ახალი კანონების წერაში ან ასე შემდეგ. ცხადია ხა ის სრულიად აბსურდული კანონებსაც რო ვერ დავარქმევთ. ეს ცხადია რომ რა თქმა უნდა, როგორც კი შესაძლებელი იქნება, შეიცვლება და გაუქმდება და სრული აბსურდია და პირდაპირ ეწინააღმდეგება იგივე ჩვენს კონსტიტუციას და იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ფუნქციონირებდა და წარმოდგენილი იყო აქამდე, ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ მაგაშია გამოსავალი. გამოსავალი არის იმაში, რომ აი ჩვენ გავზარდოთ ისეთი საზოგადოება, ისეთი თაობები, რომლებიც ძალიან მარტივად ამოიცნობენ ავტოკრატიულ მიდრეკილებებს პოლიტიკოსებში თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებში და აი ამას დაუპირისპირდებიან ქმედითად. სხვათა შორის მაისში ვიყავი ლვივში, ლვივ მედია ფორუმზე და აქ მოვისმინა ერთი ძალიან საინტერესო გამომსვლელის სიტყვა, სადაც ის საუბრობს დანიურ გამოცდილებაზე საზოგადოების მშენებლობის სწორედ და ბილდუნგ ქვია მის წიგნს და ძალიან საინტერესო წიგნია, მე ვიყიდე და წავიკითხე მაგ იდეით, რომ მგონია რომ ეს ძალიან გამოსადეგი ხედვა არის ზოგადად მომავალზე გავლენის მოხდენის, რომ შენ აშენებ იმ მომავალს, რომელიც გინდა, იმითი რომ აშენებ ისეთ საზოგადოებას, რომელიც ამ მომავალის უზრუნველყოფას შეძლებს. აი აქ ვხედავ გამოსავალს და არა კონკრეტულ რაღაც ხისტ ჩარჩოებში, ან კანონში, ან ცვლილებაში, რომ აი ეს აღარ განმეორდეს. ყველაფერს, რაც შეიძლება მოხდეს, კანონში ვერ ჩავწერთ. ჩვენ გვაქვს რაღაც ფუძემდებლური პრინციპები, ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვანი ფუნდამენტური დოკუმენტი არის ამ ქვეყნის ახალი საქართველოს იდენტობის, ასე ვთქვათ, და ჩვენ შეგვიძლია ამ კონსტიტუციაზე დაყრდნობით და იმ სამართლებრივი ჩარჩოში, რომელშიც საერთაშორისო თვალსაზრისით უნდა ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, მივიღოთ ისეთი საზოგადოება, რომელიც აღარ დაუშვებს ავტორიტარული რეჟიმების ესე ადვილად აღზევებას ქვეყნის შიგნით. მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი გეგმა არის, ალბათ ძალიან მალე ახდება. მე მჯერა განათლების აუცილებლად. დიდი მადლობა ნინიკო რობაქიძე გახლდათ ჩვენთან ერთად.